როგორ მოვამზადოთ ჩვენი შვილები არაპროგნოზირებადი სამყაროსთვის? ჩვენი შვილები იზრდებიან სამყაროში, სადაც მუდმივი გაურკვევლობა, ცვლილებები და კომპლექსური გამოწვევებია. ადრე არსებობდა მკაფიო პასუხები იმაზე, როგორ უნდა გაგვეზარდა ბავშვები ცხოვრებისთვის. დღეს კი სირთულეების გამკლავება და მოქნილობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეალური გეგმა. სამყაროში, სადაც ყველაფერი სწრაფად იცვლება, ბავშვებს მყარი ღირებულებები სჭირდებათ. ნდობა, ემპათია და თვითრეფლექსიის უნარი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ეს ღირებულებები მათ მიმართულებას მისცემს, თუნდაც გარემოებები რთული იყოს. ბავშვების გაურკვევლობისგან დაცვა არ არის გამოსავალი. უნდა ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდნენ მას. დავუშვათ, რომ შეცდომები დაუშვან და მივცეთ ხელსაწყოები, რათა წარუმატებლობების გადალახვა შეძლონ. ძალა სრულყოფილებაში კი არა, იმ უნარშია, რომ ყოველთვის ხელახლა წამოდგნენ. მშობლებს უნდა ვაჩვენოთ შვილებს, როგორ უნდა ვიყოთ გაბედულები ქაოსურ სამყაროში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენც ვიყოთ ცნობის მოყვარეები და ღიები, მივიღოთ ჩვენი სისუსტეები და ვაჩვენოთ, რომ ნორმალურია, ყველა კითხვაზე არ გქონდეს პასუხი. ჩვენი შვილები ამ სამყაროს გამოწვევებს გაუმკლავდებიან, თუ მათ სიყვარულით, სიმამაცით და სწორი ღირებულებებით გავაცილებთ. საუკეთესო მომზადება არის ის, რომ გავაძლიეროთ ისინი და მოქნილები გავხადოთ, რათა შეძლონ საკუთარი გზის პოვნა.